Დღემშვიდობისა თქვენ უსმენთ პოლიტიკას თეასი ჭინავასთან ერთად ჩვენ საუბრობთ პოლიტიკაზე, გლობალური პოლიტიკის ჭრილში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენი სტუმარია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ცხადია, უნდა დავიწყოთ ბოლო 2 დღის ერთ-ერთი გახმაურებული და აქტუალური თემით, ეს ეხება BBC-ს გამოძიებას, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წელს აქციების დროს გამოყენებულ ნივთიერებებზე ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ხმაურიანი განცხადება დადო BBC-მ და ასეთი რამე განაცხადა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღის, ქიმიური ნივთიერების შემცვლელი ნივთიერება იქნა გამოყენებული, მაშინ როდესაც წყლის ჭავლით ხდებოდა მომიტინგეების დაშლა და ეს ნივთიერება არის კამიტი. ამაზე მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების შეფასებების საქართველოდან, ასევე ექსპერტები ყავდათ ჩაწერილი, მაგრამ ამას გაეცა პასუხი საჯაროდ თბილისიდან და ითქვა, რომ მოყვება გამოძიება საერთაშორისო დონეზე რეაგირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდით პირველ რიგში გითხარით ესეთი რამ. პრემიერმა თქვა, რომ ეს იყო ტყუილი. აი მოდით ახლა მე თანმიმდევრობით ჩამოვთვალოთ თქვენი მხრიდან მოვისმენთ რა არის ტყუილი ამ გამოძიებაში, რაც მოისმინა საზოგადოებამ. თეა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. მადლობა მოწვევისთვის გადაცემაში. ნახეთ, არათუ მხოლოდ პასუხი გაეცა. თავიდან ბოლომდე კიდევ საბოლოო პასუხი აუცილებლად გაეცემა. საბოლოო პასუხში მე გულისხმობ BBC-ს წინააღმდეგ შესაბამისი სარჩელის მომზადებას და შეტანას სასამართლოებში, რამე თუ გავსი ხარისხის ტყუილი, სამარცხვინო ტყუილი. BBC-ს რო ვთქვათ, რომ არ უკადრიაო, აი სულ ცოტა ხნის წინ იყო, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მიმართ რაღაცა დაამონტაჟეს, აბსოლუტურად შეუცვალეს კონტექსტი, საზოგადოებას ისე მიაწოდეს და ამის გამო იქ ხელმძღვანელი პირების სამსახურიდან წასვლა და ბოდიშის მოხდაც მოუწია BBC-ს. ეს ერთხელ ან კიდევ შეიძლება მეტჯერაც უკვე დაემართათ და კიდევ აუცილებლად მოუწევთ მათ ბოდიშების მოხდა, მაგრამ ეს ბოდიში კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე მსოფლიო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ დააბრალო ქვეყანას ისეთი რამ, რაც ბუნებაში არ არსებობს, შეგნებულად გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომ საზოგადოების აზრი, როგორც საქართველოში, ასევე ფარგლებს გარეთ, მოამზადო მკვეთრად ნეგატიურად სრულ ტყუილებზე დაფუძნებულ რეპორტაჟით. სრულიად ტყუილებზე დაფუძნებული რეზულტატი დაეყრდნო ადამიანებს, რომლებიც არიან რადიკალიზმის გულხურვალე მხარდამჭერები, იმ ადამიანებს, რომლებიც ასევე აცხადებენ, რომ რეალურად არანაირი საფუძვლიანი კვლევა ამ ეგრეთ წოდებულ კამიტი ქვია თუ ორცდები ნივთიერებასთან დაკავშირებით არც ჩაუტარებიათ და ეს ზეპირი ზერელე დასკვნები მიაწოდეს BBC-ს. ამ დროს BBC-ს პარალელურად ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა სახელისუფლებო გოლმა, რომელსაც არც დაეყრდნო, არც ახსენა, არც მოისმინა და თავიდან ბოლომდე რადიკალების ტყუილზე დაფუძნებული არის რაღაც სამარცხვინო სრულიად. ხო, ანუ ქართულ მხარეს რო ქონდა მიწოდებული ინფორმაცია, ეს ჩვენ უკვე დღეს გავიგეთ. აქამდე ამის შესახებ არ ვიცოდით. ეს ერთი სანამ ტყუილებს ჩამოთვლიდეთ რა არის ტყუილი, მე მაინც მინდა კითხოთ, რადგან ასეთი ფორმულირება გააკეთა ხელისუფლებამ და ასეთი პასუხი გასცა. გასაგებია ტრამპის შემთხვევა, მაგრამ BBC არის საკმაოდ სერიოზული და მაღალი რეპუტაციის მქონე მედია მაუწყებელი. ანუ რა ფასი შეიძლება და ყოფილიყო იმის, ესე ვთქვათ, საფასური, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა და არაკვალიფიციური და როგორც გვენაბა ტყუილებით განჯერებული მასალა მოემზადებინა, აი რა მიზანი უნდა ქონოდა მაშინ ამას. BBC-ს გადმოსახედიდან ცოტა უცნაური ჩანს, რომ მას შეეძლო ასეთი არაკვალიფიციური მასალები რეპორტაჟი მოემზადებინა. ერთი შეხედვით კვალიფიციური და ასეთ ავტორიტეტულ ტელევიზიებად BBC-ს გარდა სხვა ტელევიზიებიც გგონია ჩვენ სოფლიოში, მაგრამ იმ ფეიქს ხო, მაგრამ BBC მაინც სხვა დონეა ბატონო და თამაზე შევტანხმეთ. გავიგე, მესმის, სწორედ იმიტომაც არის მეტად სამარცხვინო, სრულიად სამარცხვინო ეს აქციელი, რომელიც აი ამ არაფორმალური ძალების გავლენით აშკარად მომზადდა იმ შინაარსის გადაცემა რეპორტაჟი ის ადამიანები ჩაწერეს და იმ კონტექსტით მიაწოდეს საზოგადოებას, რომ აშკარაა
ტყუილ ნარატივზე, აი როგორ ტყუილზე, იცით რომ ხო არის რაღაც რომ შეიძლება 1% სიმართლე იყოს და 99% ტყუილი. საერთოდ ჩვევიათ პროპაგანდისტულ მიმართულებებს, რომ იმ ტყუილში რაღაც ნაწილ სიმართლეს მაინც შეიტანენ, რომ საზოგადოების მოტყუება უფრო დამაჯერებლად გამოუვიდეთ. აქ არის მტკნარი, ანუ 0 არის სიმართლე და 100% არის ტყუილი. ხა მივყვეთ, რა უნდათ ამ ადამიანებს, რას გვერდჩიან ჩვენ, რას ერჩიან საქართველოს, საქართველო თეა აღმოჩნდა ის წინაღობა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, რომელმაც საკუთარი ქვეყნის, საკუთარი საზოგადოების და სუვერენიტეტის გადარჩენის ხარჯზე უარი განაცხადა ომში ჩართვას. საქართველო აღმოჩნდა ის ადგილი გეოპოლიტიკურ რუკაზე, რომელმაც თქვა, რომ ომს ჩვენ ვერ შევუერთდებით. იმიტომ რომ ეს ომი იქნება გაწყვეტა ჩვენი ქვეყნისთვის. ვინ იყო ის და ვინ არის ის ადამიანი და ის ადამიანთა ჯგუფი, ვის მიმართაც ეს ერთი არაფორმალური ძალები უცხოეთიდან, ქვეყნის ფარგლებს გარედან, იგივე deep state-ი, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან ფართო და ცვლად ვისაუბროთ, მაგრამ საქართველოში ვინ არის ის ძალა, რა არის ის ძალა, რომელიც აი ამ ნეგატივის გავრცელებას და ქვეყნის ომში ჩართვას ხელს უშლის. ეს არის რა თქმა უნდა ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის რა თქმა უნდა ქვეყნის მმართველი პარტია და მისი საპატიო თავმჯდომარე. რა მოიმოქმედონ ბატონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რა მოიმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ, უკვე აღარ იციან. და დგანან და სრულიად მტკნარ სიცრუეზე, აი გებელსისეული პროპაგანდის მეთოდებით ცდილობენ ისეთი რამ დააბრალონ ხალხს, ეს გებელსის სიტყვებია, რომ თუ გინდა დროში მოკლე დროში შეძლო და კომპრომიტირება მოახდინო შენი მოწინააღმდეგის, წარმოუდგენელი უნდა დააბრალო. წარმოუდგენელი ტყუილი, რომ ამის ფონზე საზოგადოების ღელვარება გამოიწვიო და შენი გასაკეთებელი გააკეთო. აი ეს უნდა ზუსტად საზოგადოების ღელვარება, ტყუილ ნარატივზე დამყარებული ინფორმაცია, რომელიც ყველას აღაშფოთებს, საზოგადოება გამოვა გარეთ და იტყვის, რომ ეს კადაფისნაირი ხელისუფლება როგორ ყავს, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით გვწამლავს და მოინდომებს ხელისუფლების შეცვლას. აი ეს არის მათი ეს საკითხი, ანუ ის რომ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა იყო, ეს დაახლოებით 3 წელზე მეტია, ხო? უკვე რომ მიმდინარეობს აქტიურად, მაგრამ ეხლა უკვე თუ გადავავლებთ თვალს, როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინა-რუსეთის ომის, ირგვლივ ომის დასასრულის ფაზა ახლოვდება, ყოველ შემთხვევაში ესეთი მოლოდინი აქვთ. მხარეებს, რომ შეიძლება მოლაპარაკების შედეგად დასრულდეს ეს ყველაფერი, ნუ რა პერიოდში იქნება არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ფაზაში უკვე გადასულება. აი ამის გათვალისწინებით მაინც აქტუალური დგას საქართველოს ხელისუფლების დასჯა, როგორც თქვენ ამბობთ ამ სქემაში? პირველი რომ ჯერჯერობით არავინ არ იცის უკრაინაში როდის დასრულდება ომი. ეს არის მოლაპარაკება და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და ძალიან გულშემატკივრობთ მშვიდობას ევროპაში. ძალიან. აქ არის ჩვენი ქვეყნის საქართველოს სუბიექტური ინტერესის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური შფოთიანობის ველიდან გავიდეს საქართველოს ინტერესი და მართლაც დაგვანებონ ამ ნეგატიური მოთხოვნებით და სურვილებით, რომელიც გააჩნიათ ჩვენს მიმართ თავი, თუმცა როდის დასრულდება ომი, არავინ არ იცის. ეს ერთი. მეორეც საქართველოს ქმედება, საქართველოს პრინციპული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენების მიმართ, ნუ გონიათ, რომ თქვენ რჩებათ მხედველობის ფარგლებს გარეთ და თუნდაც ომი დასრულდეს ხვალ, აი ეს ხელისუფლების დასჯა საქართველოს მიმართ თავისი, ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა დღის წესრიგში არ ქონდათ გარკვეულ ძალებს, თუმცა ბუნებრივი აქტუალობა დაიკლებს ძალიან რადიკალურად საქართველოსთან მიმართებით. მაგრამ მოდი საქმე დღევანდელ ჩვენი პირველივე კითხვას რო დაუბრუნდეთ და BBC-ის თემას რო დაუბრუნდეთ, მოდი ტყუილებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ საზოგადოება მეთხელ კიდე თვითონ გაანალიზოს თუ რაოდენ მტკნარ სამარცხვინო PR-თან გვაქვს ჩვენ საქმე საქართველოს წინააღმდეგ. ჩამოთვლით, აი ერთ-ერთმა ფიგურანტმა, მთავარმა ფიგურანტმა ამ ფილმის, რომელიც შემდეგ უკვე რომელზედაც აიგო სავარაუდოდ მთელი ეს ფილმი არის ჩახუნაშვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც ამბობს ესეთ რამეს დღეს უკვე. ჩვენ ნივთიერება კამიტი არ გვიკვლევია.
სულ რომ ლეგალურად დაშვებული იარაღი გამოიყენებიდან ამ დოზით გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. ნიშნავს თუ არა ეს რომ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი არგუმენტი ამ ფილმის საწინააღმდეგოდ ამ კომენტარით. არ ვიცი, რამდენად წონიანია ეს თქვენთვის ეს არის. რა თქმა უნდა, თვითონვე აღიარებს და ამბობს რომ ეს პიროვნება რომელზეცაც დაეყრდნო BBC თავისი რაღაცა ჟურნალისტური გამოძიება, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტური გამოძიების ჭრილში თვითონ ამბობს რომ არანაირი კვლევა არ ჩაუტარებთ, რომ ზედაპირული იყო ეს ყველაფერი, რომ მათ თვითონაც არ იციან რაც საუბრობენ. რომ ეს ყველაფერი ეს ზედაპირულ კვლევას რომ მოყვებოდა პასუხი სახელმწიფოს მხრიდან ეს არ იყო მოსალოდნელი BBC-ისთვის? არა, აქ ცოტა სხვა მოცემულობასთან გვაქვს ეს საქმე, აქ თავარია რომ ვიღაცას რაღაცა დააბრალო ავტორიტეტი, ну საზოგადოების თვალში ავტორიტეტული პრედისტალიდან. როგორც BBC თulis თავის თავს და უკვე ძალიან დიდი ეჭვის შეტანა შეგვიძლია ჩვენ ამაში და შემდგომ უკვე როგორც კი იწყებთ თავის მართლებას, ხო ეს ასეა. აი აბრალებენ რომ ადამიანი არის კანიბალი მაგალითად. როგორც კი ის გამოდის და იწყებს თავის მართლებას, ვიცით რა მე არა ვარ კანიბალი და ადამიანის ცხოვრებაში არ მიჭამია, იმ წუთში აი ეს ირიბ მტკიცებულებად არის მისთვის, რომ ნახე როგორ იმართლებს თავს. აქ ამაზეა გათვლილი ეს ყველაფერი, რომ გადაუმოწმებელი, შეუმოწმებელი და ზედაპირული ინფორმაცია, რომელიც ჩახვნაშოვმა მიაწოდა. კონკრეტული ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ ღალატით არიან საკუთარი სამშობლოს მიმართ გამორჩეულები, რომლებიც გაიქცნენ საქართველოსდან და რომლებიც ყვებიან საკუთარ სამშობლოზე მტკნარ სიცრუეს და სისულელეებს. ეხლა მივყვეთ ტყუილებს 2009 წლიდან. ნახეთ 2009 წელს როგორც განაცხადა, როგორც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა 2009 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რაღაც გარკვეული ნივთიერებების შესყიდვა, სადაც კამიტი არ იყო. კი ბატონო, გეკაგელაძე მე კიდევ ერთხელ თქვა, სრული ფიზიკურად არ იყო. შემიძლია გითხრათ, რომ კამიტი არ ყოფილა. პირველი ტყუილი და დიდი ტყუილი, ყველაზე დიდი ტყუილი. შესყიდულ ნივთიერებებში ეს ქიმიური ნივთიერება არ ყოფილა. ანუ მას ვერც გამოიყენებდნენ. ფიზიკურად ძალიან დიდი სრულით რო ქონოდათ. მეორე დიდი ტყუილი, კამიტი როგორც ვიცით არ იხსნება წყალში. კი ბატონო, სამხედრო ექსპერტებმა ამის თავაზე ისე. ეს არის ისეთი ნივთიერება, რომელიც გახსნადობის ზღვარი არის, როგორც ეხლა დღეს გავიგეთ ეს ყველაფერი, ხო? ჩვენთვის ეს კამიტი როსაც თარსებობდა ეს ნივთიერება დღეს გავიგეთ. და მისი გახსნადობის ზღვარი არის ძალიან ლიმიტირებული. ნივთიერებებთან მიმართებით. წყალში საერთოდ არ იხსნება. და ნახეთ თქვენ ხო ბრალდება რა იყო? რომ წყალთან ერთად თურმე ხელისუფლებამ, ესე იგი, ქიმიური ნივთიერება დაუშინა იმას, აქვე თავის მოგალოქეებს. აი სიცრუის და ტყუილის მასშტაბი იმდენად ამას რზენიათეა, იმდენად შეურაცხყოფელია თითოეული ქართველისთვის. აი ამის უკან ძალიან აშკარად ჩანს გარეჯ, იმაზე ის რაზეც ჩვენ არაერთხელ საუბრობთ, გარე ძალების აქტიურ მცდელობას აი ესეთ ნიადაგზე, რომელზედაც არაფერი არ მოასწავებს იმას, რომ იყოს რაიმე მსგავსი ახლოს სიმართლესთან, აი ესეთ მტკნარ ტყუილს და სრულ სისულელეს ყვებიან რა. აი ეხლა უყურეთ BBC-ზე როცა საუბრობთ თქვენმა ოპონენტებმა და სხვათა შორის ოპოზიციურმა არხებმა ხელისუფლებას გაახსენეს თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებები BBC-ზე, როდესაც კეზერაშვილის საკმაოდ სკანდალურ საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელი ფილმი მოამზადეს. ანუ მაშინ როდესაც BBC-ზე საკიბარ სიტყვებს არ უშულებდა ხელისუფლება, დღეს ესეთ განცხადებებს აკეთებს. აი ამის ახსნა როგორ ხდება? ნახეთ იმ გარემოების გათვალისწინებით რომ მტკნარი სიცრუე და შეგნებულად აშკარად ეთყობა ხო ამ გადაცემას თუ გამოძიებას ვინც ნახავს აი აშკარად შეუერაღებელი თვალით ჩანს საკრული გეგმა ტყუილით კომპრომიტირება საერთაშორისო მით უმეტეს არენაზე ისე როგორც ქვეყნაში გით მოახდინო ქართული ოცნების ხელისუფლების სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ თქვა რომ საჩი ვარ შევიტან. დიახ. BBC-ს წინააღმდეგ ამავდროულად ჩატარდება თავიდან ბოლომდე გამოძიება. ორი მუხლი იყო გაჟღერებული, თქვენ იცით, იმ მიმართულებითაც რაზედაც იყო სისულელე ნათქვამი, მაგრამ არც ამ სივრცეს ტოვებს გამოძიების გარეშე ხელისუფლება და ბუნებრივია მეორე მხრივ მეორე მიმართულებითაც თავიდან ბოლომდე იქნება გამოძიება ჩატარებული თავისი ექსპერტიზებით და ასე შემდეგ. ანუ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე სახელმწიფო ზუსტად ასე უდგება და ასეც ბოლომდე ჩავყვებით. აი ბოლომდე ჩავყვებით ამ სიტუაციას და თელს მსოფლიოს
მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუდასტურებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ, თითოეული ქართველის წინააღმდეგ, აი ჩემს წინააღმდეგ და თქვენს წინააღმდეგაც თეა. მოქმედებენ ისეთი ძალები, რომელსაც საქართველოში მშვიდობა არ სურდა და უნდათ პროქსი ქვეყნა და პროქსი ხალხად გამოყენება. ეხლა რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ არსებულ გამოძიებას. ეხლა როდესაც გამოძიება ტარდება ერთი მიმართულებით, ეხლა ჩვენ ესეთი შეიძლება ცოტა ცუდი მაგალითი მოვიტანო, მაგრამ საბჭოთა პერიოდში იყო გამოძიება, რომელიც იყო სრულიად ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, მაგალითად პროკურატურა ატარებდა რაღაც კონკრეტული მკვლელობის ან სხვა ნარკოტიკებთან, ან სხვა ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას, რომელიც იყო აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მართალი, იმიტომ რომ ეყნობოდა ობიექტივ სხვა ინტერესი არ ქონდა საბჭოთა გამოძიებას, მაგრამ იყო მაგალითად არ ვიცი, იგივე თვითმფრინავების საქმე, გატაცების, იგივე რაღაც საქმე, სადაც საკმე მდგენელი ჩემოდიოდა და ამიტომ იქ მე უკვე გამოძიება იმ მიმართულებით მიდიოდა, რაც იყო არა თუ ობიექტური, არამედ ხელისუფლებისთვის და მართველი მაშინდელი კომუნისტური პარტიისთვის სასარგებლო და საინტერესო. აი დაახლოებით იგივე მოცემულობა გვაქვს. ანუ შეიძლება გავლენების მიმართულებით ისე რომ გავლენები აშკარაა, ეს ძალიან კარგად ჩანს ტრამპის მიმართ არსებული სკანდალთან დაკავშირებით. სხვა შორის კეზერაშვილზე შეიძლება ისეთი თქვას BBC-ს გამოძიების გარეშედაც საქართველოში არაჩვეულებრივად ვიცით მისი ის მრავალმილიონიანი ქურდობა, რომელიც თავიჯარს, თავის საზოგადოებას და ასე შემდეგ თავს დააწია ამ ადამიანს. მივადევნოთ თვალყურს როგორ განვითარდება ამ ფილმის ირგვლივ მოვლენები და ასევე გამოძიებაც როგორ წარიმართება საერთაშორისო დონეზე და ქვეყნის შიგნითაც მიმდინარე. ეხლა გადავინაცოთ სხვა საკითხებზე. ამ BBC-ს თემას წინ უსწრებდა ალიკო ელისაშვილის ირგვლივ დატრიალებული, ალიკო ელისაშვილის თავს დატრიალებული მოვლენები. როგორ ხსნით რა, მაინც ამდენი დღის შემდეგ როდესაც უკვე მოხდა რაღაცა ცივი გონებით ფაქტების გაანალიზება. რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე? ისეთ აი ამ ფაქტის მე ხალხი აღნიშნავს ღირსი ალბათ გამოხმაურება და ის დაუჯერებლობის რაღაც სინდრომი შეიძლება ასე ითქვას, რომელიც მაგალითად აი მაგით მინდოდა დამეწყო. სოციალურ არსებობს. მაგით მინდოდა დამეწყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამდენიმე დღე გავიდა უკვე და ხშირად რაღაცა იუმორში გადატანილი შეფასებებიც მომისმენია ამ თვალსაზრისით. აქ ჩვენ ძალიან ობიექტურები უნდა ვიყოთ და ზუსტად უნდა ავხსნათ, რასთან გქონდა საქმე და იუმორის საერთოდ უადგილოა იუმორი აქ. ორი მდგენელისგან შედგება თეა ეს რაც დაემართა ალექსანდრე ელისაშვილს. ერთი მდგენელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი. როდესაც ევროპული სტრუქტურები, ევროჩინოვნიკები, დიპლომატები მათ შორის საქართველოში ყოფ, იგივე ევროკავშირის ელჩი არ ემეჯნები ძალადობას. როდესაც მოლოტოვის კოქტეილის სროლას არომანტიზებ და ამას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად ასაღებ, ან ცდილობ რომ გაასაღო. როდესაც არ არის მკვეთრი და მკაფიო სიგნალი ევროკავშირიდან, ან დანარჩენი მსოფლიო, ამ შემთხვევაში ევროკავშირზე გვაქვს ჩვენ საუბარი, რომ ძალადობის ჩადენა, კანონის დარღვევა ვერ იქნება შეფასებული როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ეს არის ძალადობა, ანუ ძალადობას ქვია ძალადობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ქვია ადეკვატური ნიშანი. აი როდესაც ეს ხდება და ეს ხდება უკვე დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში, ბუნებრივია რომ ეს ახალისებს იმ ქმედებას, რაც ჩაიდინა ალეკო ელისაშვილმა, თვითონ მარტივად დაარქვა. ამ ყველაფერს მე სიტყვის გამოხატვის თავისუფლება მქონდა, ვიქო, ამით ჩემი აზრი გამოვხატეო, ცეცხლი უნდა წაეკიდა და სასამართლო გადაეწვა, ეს არის ალეკო ელისაშვილისთვის აზრის გამოხატვა. ეხლა მეორე მდგენელი მის საქციელის ჩადენისა, რაც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ადამიანური მომენტი, ეს არის მის მიერ განცდილი უამრავი ფიასკო, ეს არის შეუმდგარი და ხელმოწარული პოლიტიკოსიც რაღაცა ამ კონტექსტშიც კი ძნელად თუ იტყვი მასთან დაკავშირებით და აი ბოღმამ დამარცხების წაგების იმის რო საზოგადოებამ მას ბევრჯერ გამოუცხადა უნდობლობა. ბევრჯერ აუხსნა და უთხრა შედეგებით, არჩევნების შედეგებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები ან მისი პარტიაში მოაზრებული პოლიტიკოსები არ არის მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის. აი ეს ყველაფერი აღმოჩნდა იმის საფუძველი,
რომ აი ეს მე არ ვიცი ხა მას რა დავარქვა საერთოდ ტერორისტული აქტი დაარქვა მან საგამოძიებო სტრუქტურამ და აბსოლუტურად ვეთანხმებ, იმიტომ რომ ყველაფერი რაც იქ მოიაზრებოდა, რასაც ასხავდა ბენზინის, ცეცხლის საკიდება უნდა და ეს ყველაფერი ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას იძლევა. ყოველი ეს ფაქტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის არეზარებოდა ყოველ ჯერზე განცხადებით სოციალურ ქსელში პოსტით მიმართავს ხოლმე ხან ევროკომისიას, ხან ევროკავშირის ლიდერშიპს, ხან კონკრეტული პარტიების, ხან დასავლური ქვეყნების ლიდერებს ელჩებს, რომ მოახდინონ დისტანცირება იმ ძალადობის ფაქტებს, მაგრამ თუ თქვენ ამბობთ, რომ ხშირად მათ მიერ წახალისებული არის ეს ქმედებები, რა აზრი აქვს მაშინ მიმართოთ ამ ადამიანებს გაემიჯდონ. იგივე მაგალითად ალიკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით ალდეს მიმართ მოწოდება გაჟღერდა, რომ გარიცხონის პარტია, რომელსაც წარმოადგენს ალიკო ელისაშვილი. აი, თუ მათ მიერ არის წახალისებული თითოეული ამ ოპოზიციონერის ქმედება, მაშინ მიმართვას რა აზრი? ნახეთ, თეა, ჩვენ 21 საუკუნეში ცხოვრობ და დღეს ინფორმაციის გავრცელების ტემპი არის წარმოუდგენლად გაზრდილი, თუნდაც მე-20 საუკუნესთან მიმართებით. ხო, იგივე სოციალური მედია ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. როდესაც იგივე BBC-ს მაგალითზე, რაც იკადრა BBC-მ და რა ტყუილებიც გააუცელა, როდესაც ტყუილი ნარატივს პრაქტიკულად თელ საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან და ცდილობენ აი ამ სისულელით საზოგადოების აღშფოთებას და ჩვენი სახელის შებრალას. სიმართლეზე და ნამდვილ ფაქტებზე, როგორ არ უნდა ვისაუბროთ და არ უნდა გავაგებინოთ თან სოფლიოს რა ხდება. მათი მხრიდან რეაგირება, ნახეთ, ერთიც არის რა, ადამიანი მუდმივად რო გიყობს ჯიბეში ხელს და იქიდან რაღაცას გაცლის. ერთხელაც რო დაარტყავ ამ ხელს ჯიბეზე და ეტყვი რომ მე გხედავ შენ რომ ამას მაწდა, ნუ გონია რომ მე ასე ვთქვათ ამ მოცემულობაში სადღაც სხვაგან ვარ, მეც აქ ვარ. ეს ინფორმაცია ნიშნულოვანია მხილება. ნიშნულოვანია ადამიანს გააგებინო, რომ მის მიერ ჩადენილი ან ძალას, ან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და თან ერთხელ და ორჯერ არა. მე აბსოლუტურად ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარის და ის ასე ვთქვათ მასშტაბი მის მიერ პოსტების დადებისაც არის სრულიად გასაგები და სრულიად სწორი. იმიტომ რომ მუდმივად უნდა უთხრა და უკიჟინო შენს იმ ევროპელ კოლეგას, თუ კი ის კოლეგა არის კიდე, არ ვიცი მე ამ ყველაფრის მე რას საკეთებს, რომ ამ ქმედების ჩადენა არ შეიძლება. რომ როდესაც ადამიანმა ტერორისტული აქტი ჩაედინა, იმას დაარქვი თავისი სახელი. როცა მოლოტოვის კოქტეილს ისვრიან, ეს ძალადობა. როდესაც ადამიანები გამოდიან ქუჩაში და წყნარად, შვიდად გადაკეტვის გარეშე და შემდეგ თავის პროტესტს აცხადებენ, ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ცოტა დრო გრჩება, 2 წუთი გრჩება და მე ერთ საკისაც მინდა შევეხოთ ამ მოკლედ ამ ტოპ თემებში ამ თემამ ცოტა გადაიწია, მაგრამ არ შეიძლება რომ არ აღინიშნოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელსაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. ევროკომისია მომხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. ეს არის ევროკომისია, რომელიც მუდმივად კრიტიკით გამოირჩევა ბოლო დროს საქართველოსთან დაკავშირებით. აი რისი სიგნალია ეს? ის რაც სუბიექტურად აწყობს დღეს ევრობიუროკრატიას და რაზედაც ისინი ამყარებენ გარკვეულ იმედებს ენერგო დამოუკიდებლობის დიფერენციაციის კუთხით და ასე შემდეგ, ბუნებრივია რომ ახლა იქ საკუთარ სუბიექტურ ინტერესებს არ აზიანებს ევროჩინოვნიკები, ამიტომაც ჩვენთვისაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი და ძალიან კარგი. როგორ თავსებადი ხელისუფლება, რომელსაც ისინი ძალიან მკაცრად აკრიტიკებენ და კაბელზეა საუბარი, აქ არის კაბელზე საუბარი, სადაც პრაქტიკულ ინტერესს ეხება, არაფერ შუაში არ არის პოლიტიკა. სადაც მაგას გეუბნებით ზუსტად, რომ აქ იქიდან ამ კაბელიდან წამოსულ ელექტროენერგიას პარტიული კუთვნილება არ აქვს და სახელისუფლება კუთვნილება არ აქვს. ისინი ასე უყურებენ ამას და ხა ის რომ ქართული ოცნების მიერ აი ეს გაწეული პოლიტიკა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის და ომში არ ჩართვისა მათ მართლაც რაღაცა არ ვიცი მახათივით ესობათ და ეს ყველაფერი ნუ ყველაზე ბუნებრივია არ შევუბრობ, მაგრამ აი იმ არაფორმალურ გავლენის ძალებზე ტიპსტეიძე რომელიც ამ ყველაფერს კვლავ დღესასწაულში აყენებს მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კითხვიდან გამომდინარე უკრაინასთან დაკავშირებით, ჯერით ის არ ვიცით პოლოში არის თუ არა, ნეტა პოლოში იყოს მართლაც გასული ეს ყველაფერი. ვითარდება მოვლენები არ არის გამორიცხული. ძალიან კარგი იქნება ამაზე, თუმცა დამატებით საფუძვლად გაამძალებმა რომ საქართველოს ფაქტორი კვლავაც გამოიყენონ, ამაში ეს ნუ გაგვეკვირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი საქართველოს აქტუალობის ხარისხი ბუნებრივია ომის დასრულების შემდეგ დაიკლებს თვალსას. ძალიან დიდი მადლობა. დავით მათიკაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. ამავე ტალღაზე ამავე დროს შევხვდებით ერთმანეთს დროებით.